სირიასა და ერაყს შორის საზღვარი ახლა სულ უფრო მეტად ირანის მხარდაჭერილი მილიციების ზეწოლის ქვეშ ექცევა. სირიის სამხედროებმა გაამკაცრეს მზადყოფნა, შვებულებიდან დააბრუნეს პერსონალი და გავრცელებული ინფორმაციით საზღვართან დამატებითი ძალები განათავსეს. თუმცა დამასკომ ამ ნაბიჯზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. ეს ხდება იმ დროს, როცა ბაღდადს 30 სექტემბრამდე აქვს ვადა, რომ ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები სახელმწიფო კონტროლს დაუფემდებაროს. ეს ორ თვეზე ნაკლები დროა და შეიარაღებული დაჯგუფებების განახლებული თავდასხმებისა და წინააღმდეგობის ფონზე პრემიერ-მინისტრი ალი ალ-ზაიდის დაპირება, რომ ყველა იარაღი სახელმწიფო კონტროლქვეშ მოექცევა, ჯერ კიდევ საკმაოდ მიუღწევლად ჩანს. ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ არის ინტიფად ქამბარი, ქურთული დაცვის ქმედებათა საბჭოს თავმჯდომარე ვაშინგტონში, ასევე ერაყის ვიცე-პრემიერის ყოფილი პრეს-სპიკერი. ინტიფად ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან. აი 4 News. რა იწვევს ამ სამხედრო გაძლიერებას ერაყისა და სირიის საზღვარზე? სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა, ნიკოლ. ერაყში მილიციები დიდი პრობლემა. ისინი ირანის მარიონეტები არიან. გარდა ამისა, თუ დეტალებში ჩახედავთ, როგორ იქცევიან ან მოქმედებენ ისინი, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია. რადგან ეხლა მათ თავად მილიციის ლიდერები აღარ მართავენ, ან როგორც მე უწოდებ, მილიციის ლორდები. მათ ერაყში მოქმედი ირანის რევოლუციური გვარდიის ოპერატორები მართავენ. ერაყში დაახლოებით 60 ასეთი ოპერატორია, რომლებიც მათ ხელმძღვანელობენ. მაგრამ ნიკოლ, თუ ბოლო დროს საუდის არაბეთზე თავდასხმას შეხედავ, დაინახავ, რომ ძალიან შემაშფოთებელი დეტალია თავდასხმა ხუთებმა ირანის სახელით განახორციელეს, ხუთებმა ერაყიდან. საუდის მადალითი გაჩვენებს, როგორ იყენებს ირანი ტერორის ყველა საფის აპარატს, როგორც ტერორის ხელსაწყოების ხუთს რეგიონზე თავდასხმისთვის. ასე რომ ერაყი იყო მხოლოდ ადგილი, სადაც ეს მილიციები ხუთებმა PMF-ისა და ალ-შააბის დახმარებით გამოიყენეს ეს ადგილი საუდის არაბეთზე ირანის სახელით თავდასხმების დასაწყებად. და ეს რეგიონისთვის შემაშფოთებელია. ასევე როგორც მე მითხრეს ერაყელმა წყაროებმა, სირიისა და ერაყის საზღვარზე მრავალი საკმაოდ დიდი რაოდენობის მილიცია გადაადგილდება. იცით, ეს საზღვარი უკიდურესად მნიშვნელოვანია ნიკოლ ირანისთვის, რადგან ეს არის გზა, რომლითაც ირანს შეუძლია იარაღისა და მებრძოლების გადატანა ერაყის გავლით, სირიის საზღვრის გავლით ლიბანის ჰეზბოლასთვის. და ეხლა სირია კეტავს ამ მომარაგების მარშრუტს. ასე რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია და დარწმუნებული ვარ სირიის მთავრობას აქვს სმენია ბოდიში სირიის მთავრობა პრეზიდენტმა ბაშარმა გაგზავნა შეტყობინებები ერაყში, რომ ისინი იცნობენ ამ მილიციების მანევრებს და ფრთხილად არიან ამასთან დაკავშირებით. და ისინი არაპირებენ უქმატყოფნას, ისინი იმოქმედებენ. ასე რომ დაძაბულობა ძალიან მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს ყველაფერი მშვიდად ჩანს. არის რეალური რისკი იმისა, რომ სირია-ერაყის საზღვარი რეგიონული კონფლიქტის ახალ ფრონტად იქცეს. თუ ეს უფრო ეხება იარაღისა და მებრძოლების გადაადგილებას, როგორც თქვენ ახსენეთ. დიახ, ნიკოლე, ასეა. არსებობს რისკი და ამ რისკს მე შემიძლია დაგიხსნით ამას ასე. სირიის მთავრობამ დაახლოებით 1 თვის წინ, რამდენიმე კვირის წინ, ტანკერი დააკავა. ერაყიდან სირიაში გადადიოდა, აშკარად ირანიდან მოდიოდა, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოებით იყო დატვირთული. კაბელები, დრონები, რომლებიც ჰეზბოლას მიერ გამოიყენება ისრაელის ჯარისკაცებზე თავდასხმისა და მათი მოკლისთვის სამხრეთ ლიბანში, რადგან ისინი შეუმჩნეველია ან ძნელად შესამჩნევი. ამიტომაც ისინი ახორციელებენ მოულოდნელ თავდასხმებს და კლავენ. ჩემი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, ამას უწოდებ იარაღს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ბრძოლის ვითარება სამხრეთ ლიბანში. ფიქრობ ლიბანურ-ისრაელის მოლაპარაკებებისა და ASS-ის შუამავლობის ფონზე ირანი ცდილობდა გაეგზავნა ეს იარაღი, რათა გამოეწვია დიდი დანაკარგები ისრაელის ჯარისკაცებისთვის და შეეცვალა ბრძოლის ბალანსი. ასე რომ სირია აშკარად არ სურს იყოს ამ ქაოსის ნაწილი, არ სურს იყოს ამ კონფლიქტის მონაწილე და მათ ხელში ჩაიგდეს ეს დიდი სატვირთო მანქანა, დიდი ცისტერნა, რომელიც სავსე იყო ძალიან დახვეწილი და მაღალი ხარისხის იარაღით, როგორც უკვე ვთქვი, რათა შეეცვალათ ბრძოლის ფრონტი სამხრეთ ლიბანში. აი, რამდენად საშიშია ეს. ანუ ერაყის მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ზაიდი ძალიან ცდილობს, რომ დაასტაბილუროს ვითარება. ასევე მახსოვს შეიძლება დავამატო, ერაყის ძალები გაემართნენ ჯალაფა ალ-სახაში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, ოკუპირებული ამ მილიციების მიერ და მათ სადეს შესვლა. და შემდეგ ისინი ალყაში მოახდინეს
მოაქციეს მილიციებმა ჩემი წყაროების მიხედვით და შემდეგ იქ მილიციები ჰაერში ისვრიან და ერაყის არმიის ძალებს უწევთ უკან დახევა. ასე რომ ერაყის დიდი ნაწილი კვლავ მილიციების კონტროლქვეშაა. თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ხუთების და სხვა მარიონეტული დაჯგუფებების სახელით, ასევე იარარის გადატანა ან გადატანის მცდელის მცდელობა ჰეზბოლასთვის ლიბანში, სირიის გავლით. საზღვარი, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი. ინტიფად კამბარ, მადლობას გიხდით ჩვენთან შემოერთებისთვის. აი 24 News-ზე. გმადლობთ. მადლობთ.